მას შემდეგ რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ამერიკა ღიად გამოჩნდა ისრაელმა ირანზე თავდასხმების მასშტაბი გაზარდა. თელ-ავივმა მიზანში ირანის ბირთვული და სამთავრობო ობიექტები ამოიღო და უპრეცედენტო სიძლიერის თავდასხმა მოაწყო. ისრაელის სამიზნეებს შორის აღმოჩნდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინა, ირანის უშიშროების საინფორმაციო უსაფრთხოების ოფისი და თეირანში მდებარე ის ციხეც, სადაც ცახალის მტკიცებით სასჯელს ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგეები იხდიან. ისრაელმა სამხედრო კომპლექს პარჩინსაც შეუდია და პასუხად ირანიდან გაშვებული არაერთი რაკეტა მიიღო. ამერიკული იერიშების სერიის შემდეგ ფორდოს ქარხანას ამჯერად ისრაელმა შეუტია და მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტამდე მისასვლელი გზა გაანადგურა. ირკვევა, რომ ამერიკულმა თავდასხმამ ურანის გასამდიდრებელ ქარხანას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ვაშინგტონის დარტყმის შედეგად დაზიანებულია ნატანზისა და ისპაჰანის ბირთვული ობიექტებიც, თუმცა რადიაციის გავრცელების საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობს. ფორდოს ობიექტზე კრატერები ჩანს, რაც დაზიანებასა და შეერთებული შტატების მიერ მიწაში ჩაღწევადი საბრძოლო მასალის გამოყენებაზე მიუთითებს. თუმცა სააგენტოს ამ დროისთვის საშუალება არ აქვს ნგრევის მასშტაბი შეაფასოს. როგორც ირანმა გვაცნობა, ფორდოს, ნატანზისა და ისპაჰანის ობიექტებზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა. თელ-ავივი ირანის სამი მთავარი ბირთვული ობიექტის მნიშვნელოვნად დაზიანებისთვის ვაშინგტონის მადლიერია და პირობასდებს, რომ ბრძოლა ბირთვული საფრთხის აღმოფხვრამდე გაგრძელდება. ეტაპობრივად მივიწევთ წინ ჩვენი მიზნებისკენ და მათთან ძალიან ახლოს ვართ. ჩვენ ამ ისტორიულ ოპერაციას მიზნის მიღწევამდე არ შევაჩერებთ. დონალდ ტრამპს ჩვენი მოქმედების აუცილებლობის შესახებ ვესაუბრე და ეს მან კარგად გაიგო. ვიცოდი, რომ როდესაც საქმე აქამდე მივიდოდა, ის სწორად მოიქცეოდა. თეირანი ვაშინგტონს საპასუხო რეაგირებით ემუქრება, ამბობენ, რომ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე შეტევის სრული უფლება აქვთ. ვაშინგტონში კითვლიან, რომ ირანის მხრიდან ყველაზე მოსალოდნელი კიბერთავდასხმებია, თუმცა ამერიკის ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფების გააქტიურებას და დრონებით იერიშებსაც არ გამორიცხავენ. ჩვენთვის ეს სიახლე არ არის. მთელი ისტორიის განმავლობაში ამერიკელების მიერ ჩადენილი დანაშაულების მომსწრე არაერთხელ გამხდარვართ. თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი დანაშაულს ჩადიოდნენ, პასუხს იღებდნენ და ამჯერადაც ასე იქნება. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ამერიკამ ირანს ხელიდან ის ბომბი გამოსტაცა, რომელსაც მის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. ვაშინგტონის საკუთარ ნაბიჯებს ასეხსნის. ითქვა ისიც, რომ შტატებს ომი არა ირანთან, არამედ მის ბირთვულ ამბიციასთან აქვს. ჩვენ გამანადგურებელი დარტყმა მივაყენეთ ირანის ბირთვულ პროგრამას, მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ოპერაცია არ ყოფილა მიმართული ირანელი ჯარისკაცებისა და ხალხის წინააღმდეგ. პრეზიდენტ ტრამპის მამაცი ხელმძღვანელობის წყალობით ირანის ბირთვული ამბიცია სრულად განადგურდა. პეკინი მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ, საერთაშორისო საზოგადოებას კი მეტი ძალისხმევის გამოჩენისკენ მოუწოდებს, რათა მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა თავიდან აიცილონ. სამხედრო რეაგირება, რომ სასურველ შედეგს ვერასდროს მოიტანს, ეს ევროპაშიც კიდევ ერთხელ ითქვა. საფრანგეთი ომის დასრულების ერთადერთ გზად მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას განიხილავს. დიპლომატიური და ტექნიკური მოლაპარაკებების განახლება ერთადერთი გზაა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ყველა ვისწრაფვით. ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს, მაგრამ ასევე არ უნდა მოხდეს უკონტროლო ესკალაცია რეგიონში. რუსეთის პრეზიდენტმა კი, რომელიც შუამავლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მოსკოვში უმასპინძლა და ირანელი ხალხის დაახმარების პირობა დადო. პუტინმა ირანზე თავდასხმებს არაპროვოცირებული აგრესია უწოდა. ირანის წინააღმდეგ მიმართულ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი საფუძველი და გამართლება არ აქვს. ირანთან მრავალწლიანი და საიმედო ურთიერთობა გვაქვს. ირანელი ხალხის დასახმარებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ. ამერიკული თავდასხმების პასუხად ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას მხარი დაუჭირა. სანამ ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ირკვევა, რომ სრუტის ჩაკეტვა ბევრ ქვეყანაზე, მათ შორის ჩინეთზეც უარყოფითად იმოქმედებს, რადგან პეკინი სწორედ არხზე გამავალ ნავთობზეა დამოკიდებული. ვაშინგტონის მტკიცებით ეს თავად ირანისთვისაც ეკონომიკური სუიციდის ტოლფასი იქნება.